სხვა კუთხითაც შევხედოთ ამ პროცესს, ამ მოვლენათა განვითარების პერსპექტივას. გიორგი თავდგერიძე, პოლკოვნიკი თადარიგის ჩაგორთება, მანამდე ინფორმაცია, რომელიც მასაც გამოადგება, Fox News-თან საუბარში შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა დღეს აღამოს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უახლოეს დღეებსა და კვირებში ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ტიპის სამხედრო რესურსების მასშტაბურ გადაადგილებას და გადაზიდვას ამზადებს, მათ შორის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას. დამატებითია ლაპარაკი. ეს ნაბიჯი ქმნის საფუძველს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ვარიანტებისთვის. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპი სამხედრო მოქმედებას დაამტკიცებს, ის უფრო შეტევითი ხასიათის იქნება და არა მხოლოდ თავდაცვის. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი სამხედრო კონცენტრაცია შეიძლება გაუტოლდეს ან გადააჭარბოს იმ მასშტაბს, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე დაფიქსირდა. მაშინ შეინიშნებოდა საწვავის ავიატანკერების, S-17-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავების ფართომასშტაბიანი გადაადგილება და საბრძოლო ავიაციის ესკადრილების რეგიონში განლაგება. თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგერიძეა ახლა ჩვენთან კავშირზე და მივესალმები მას პირველ რიგში მისივე მოსაზრების ერთი ნაწყვეტით მინდა დავიწყო და მივცე შესაძლებლობა ეს უფრო მეტად განმარტოს ქართული აუდიტორიისთვის. თქვენ წერთ, რომ შარშან ისრაელისა და შეერთებული შტატების მიზანი იყო რეჟიმის ჩამოშლა, მიზანი არ იყო რეჟიმის ჩამოშლა და მათ სხვა ამოცანები ამოწურეს ბოლომდე. წელს თუ ირანელი ხალხის დახმარება და ბოროტების ღერძისთვის ირანის წართმევა იქნება მიზანი, ეს მიზანი მიღწევადია და თანაც გარდამტეხი იქნება ბოროტებასთან ბრძოლაში. აი ამ დიდ საერთო კონტექსტშიც მინდა რომ თქვენი აზრი თქვათ და ასევე თქვენ მიგაჩნიათ, რომ ირანის ჯარი შეიარაღებული ძალები გადამწყვეტი მოთამაშე შეიძლება აღმოჩნდეს იმ ორი ვერსიის განვითარებაში, რომელსაც თქვენ განიხილავთ. უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ შეგვიფასოთ ეს ვითარება. საღამომშვიდობისა გიორგი, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პროცესი მიდის და მე და ჩემი მეგობრები ჯგუფი ფარიდან მას უყურებთ, არა მხოლოდ ის, რომ ვთქვათ, ირანელ ხალხს დახმარება ჭირდება, არამედ როგორც გლობალური ომის შემადგენელ ნაწილს, თან ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, სადაც ერთ მხარეს არის ჩინეთი, რუსეთით და ირანით, გარკვეულწილად ირანის და რუსეთის თითქოს ისე ჩანს, რომ ჩინეთისთვის პროქსი ძალაა, მაგრამ სირია და ვენესუელა ნამდვილად ამ ტიპის პროქსი ძალებს წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ჩამოშორდა ბოროტების ღერძს ისეთ მნიშვნელოვანი მოკავშირეები, როგორც იყო ვენესუელა და სირია, ეხლა დარჩა ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოთამაშე, თავისი ძლიერი განტოტვილი პროქსი ძალებით ირანი, რომლის ჩამოშორება ამ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას კაცობრიობა, ამ გლობალურ ომში თუ დასავლეთი დამარცხდა, ჩვენ ალბათ კატასტროფა გვემუქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად მოხდეს ჯერ ბოროტების ღერძის დასუსტება და შემდგომ უკვე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის თუ ახალი საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის წესრიგის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე, ამიტომ ამ გადასახედიდან რა კი უყურებთ განსხვავებით დაუშვათ შარშანდელ წლის ოპერაციისა, როცა მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ძალების დიდი კონცენტრაცია და შესაბამისად სამხედრო ობიექტების დათქმვა და შემდგომ იმ ობიექტების განადგურება, რომელსაც ბირთვულ განვითარების უნდა შეეშალა ხელი. ამ ეტაპზე შესაძლებელია გაცილებით მოგზალებული ძალებით მოულოდნელი დარტყმის განხორციელება, იმიტომ რომ ირანი ვერ წარმოიდგენდა და არ წარმოიდგენდა, რომ მის ეკონომიკაზე მოხდებოდა პირდაპირ თავდასხმა, ამიტომ ის ძირითადად დაკავებული იყო, ესე ვთქვათ, უსაფრთხოების ზონის გაფართოებით პროქსი ძალებით და მის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის განხორციელება თითქმის შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდებოდა და აქ იყო ის აქ ეძებდა თავის, ესე რომ ვთქვათ,
უსაფრთხოების წარმატებას და ყავდა მას მოკავშირეები, რომელიც ალბათ ფიქრობდა, რომ შემაკავებელი იქნებოდა. ხრი ბატონ გიორგი, მართლა ძალიან დასუსტებულია ისტორიულად ამ ბოლო დეკადების განმავლობაში უპრეცედენტოდ სუსტ პოზიციებში არის ნამდვილად, თუმცა რეჟიმის ცვლილება კიდევ უფრო სხვა მასშტაბის ამოცანაა, განსაკუთრებით იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რელიგიური ფანატიზმის, ეკონომიკური ბერკეტების და სპეცსამსახურებისა და სამხედრო რესურსის ერთ ძალაში მოქცევის და წინააღმდეგობას უკავშირდება და აი კითხვას დავასრულებ და მოგცემთ საშუალებას თქვენ მე პირადად ეგეთი შთაბეჭდილება ხდება ამ მომენტისთვის თქვენ ამბობთ რომ დასავლეთ შეერთებული შტატები მიყვება პრინციპში ამ დიდ სტრატეგიას რომ დაასუსტოს ეს ბოროტების ღერძი და ამ მხრივ არათუ პირდაპირ ნიშნები შედეგები გვაქვს ხო ამ თვალსაზრისით მაგრამ შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აღქმა და თქვენი აზრი მაინტერესებს ირანი რო ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა რა თუნდა ახლა ამას ლაპარაკი მაგრამ მე მჩება შთაბეჭდილება რომ ეს მოვლენები მართლაც სპონტანური იყო და თავად ირანელი ხალხის უკმაყოფილების გამოხატულება იყო უკვე და არა იმდენად დასავლეთიდან კოორდინირებული ქმედება თუნდაც ისრაელ პარტნიორებთან ერთად იმიტომ რომ ცოტა მომზადებლები ნამდვილად შეხვდნენ მთელს ამ პროცესს ხო ამ მომენტისთვის აი მომზადება ზე თუ ვისაუბრებთ რა პერსპექტივა აქვს და ჯარი ამ შემთხვევაში თავად ირანში რა რესურსები არის რომელიც შეიძლება წყალებში მაგრამ მაინც მოკავშირედ გამოდგეს ამ პროცესის გლობალური ომის პერიპეტიები კიდე სხვა თემა არის მე თქვენ აბსოლუტურად გეთანხმებით იმიტომ რომ სხვა სამიზნე იყო და სხვა მიზანი იყო ეხა პრიორიტეტული მაგრამ გარკვეულწილად იმ გამოსვლებმა რომელმაც მოიცვა მთელი ირანი ხელი შეუწყო იმას რომ რა ხელსაყრელი მომენტი დგას და შეიძლება შეფასდეს როგორც ხელსაყრელი მომენტი რატომაც არა ის სუსტი რგოლი რომელიც ეხლა არსებობს ამ ესე ვთქვათ გლობალური ბოროტების ღერძის ხარეს გამოაკვეს ხო უყურეთ ისე თქვა მინდა ეხლა დარტყმის ქვეშ ირანს რამდენიმე დიდი ობიექტი აქვს რომელზეც დგას მისი ეკონომიკა ხო მათ შორის ხარგის ნავთობტერმინალი მათ შორის ჭენგანის გაზის ქარხანა ბენდერ-აბასის პორტი ხო ანუ ეს სამი განსხვავებული ტიპის ერთი გაზის მთელი ირანის გაზის წარმოების 60-70% ახორციელებს ბენდერ-აბასის პორტიდან ფაქტურად მთელი ფართომოხმარების საგნების იმპორტი ამ პორტის საშუალებით ხორციელდება ხო ნავთობტერმინალი რომლიდანაც 90% ნავთობი ირანის ამ ტერმინალიდან გადის ნებისმიერ ამ ობიექტზე დარტყმა იწვევს ირანის ეკონომიკის კოლაფსს და ამ პარალელურად უყურეთ როგორი სიტუაცია არის თვითონ შახის პერსონა რომელიც სამხედრო ოფიცერია რომელიც ესე ვთქვათ გარკვეულწილად არ არის გარეული შიდა პოლიტიკურ თამაშებში ჯერჯერობით და მას გარკვეული რომანტიკული აურა გააჩნია რომელმაც შეიძლება მოუწოდოს ირანის შეერაგებულ ძალებს რომ მათ ნეიტრალიტეტი გამოიჩინონ ის კი არა რომ ვთქვათ მათ აიღონ თავისთავზე რეჟიმის ჩამოშლა არამედ ამ დარტყმის აღნიშვნის პარალელურად მოხდეს ფსიქოლოგიური მორალური შეთავაზება თუ ზეწოლა შეერაგებულ ძალებს რომ მათ დაიკავონ ირანელი ხალხის მხარე და შეასრულონ სტაბილიზატორის გარდამავალ პერიოდში ამ სტაბილურობის შენარჩუნებლის როლი რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მორალური მოტივატორი იქნება ირანელი სამხედროებისთვის რომლებიც წლების განმავლობაში თავს გნობენ დაჩაგრულად მათ გარდა იმისა რომ ეგრეთ წოდებული დაზვერვის სამინისტრო სადაც კონდაზვერაცაა განხორციელებული ახორციელებს მათზე და მათ ოჯახის წევრებზე ზედამხედველობას ასევე პარალელური სტრუქტურა რომელიც ძალიან არაპოპულარულია სამხედროების თვალში რევოლუციის გუშაკთა კორპუსში არსებული დაზვერვის სამსახურიც ახორციელებს პირდაპირ ზეწოლას და პირდაპირ მათი ოჯახის წევრები გარკვეულწილად ამ ყურადღების ცენტრში არიან რაც თავისად ხა როცა პარალელური ჯარი არსებობს და ერთი იმის გამო რომ არის ვთქვათ რაღაც პარტიულ პოლიტიკური იდეოლოგიური რაღაც წარმონაქმნი მეორე თავს დაჩაგრულად გრძნობს და მასში შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი შინაგანი პროტესტი რომლის სახალისება შესაძლებელია
ამიტომ ვფიქრობ, რომ სამხედრო ობიექტებზე დარტყმა არ იქნება და ან მინიმალური იქნება სამხედრო ობიექტებზე დარტყმა, მხოლოდ ალბათ შემორჩენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე არც კონცენტრაცია, პირდაპირ კონცენტრაცია არ მოხდება ირანის მახლობლად, თუმცა ეს მოძრაობები იქნება დაწყებული ისე, რომ თუ იმ შემთხვევაში პირველ ფაზაზე ამ ჩანაფიქმა ვერ იმოქმედა, შესაძლებელი გახდეს გარკვეულწილად მეტი ობიექტის დაბომბვა, თუმცა ის რაც ხდება პარალელურად ეგრეთ წოდებული Starlink-ის შესვლა ირანში და პარალელურად თვითონ ირანელებიც ამაში ხელს უწყობენ მოწინააღმდეგეს საკუთარი ქსელების ესე რომ ვთქვათ ჩახშობას თუ გათიშვას ესეც კიდევ ერთი პლუსი იქნება იმ შემთხვევაში თუ მოხდება სამხედროების მხრიდან ხარდაჭერა ან თუნდაც შიგნით გაჩნდება გარკვეული სინძიმის ცენტრის მიმართ ორგანიზებული ჩართვა და ეს კავშირები იქნება მხარდაჭერილი დასავლეთის მხრიდან, ისრაელის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მე ვფიქრობ, რომ აითოლების ესე რომ ვთქვათ და ისლამისტების ამას თუ რეჟიმის ელიტ კი ბატონო, ამას თუ დავამატებთ, ბატონ გიორგი, ცხადია ამ შემთხვევაში არ გიხსენებიათ, იმიტომ რომ პრინციპში ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღიარებული მოცემულობა მოსადის და ზოგადად ისრაელის სპეცსამსახურების შესაძლებლობებს და მათ შორის CIA-საც, რომელმაც უზრუნველყო საოცარი შედეგები აი ამ 12-დღიანი ომის დროს, როდესაც საკუთარი ბინების საძინებლებში ირანის შეერაღებული ძალების მთელი გენერალიტეტი, ყოველ შემთხვევაში მმართველი ელიტა ჯგუფი გაანადგურეს. ნუ შეუძლებელია ეს ქსელი კიდევ უფრო მეტად არ განვითარებულიყო, რამდენადაც რეჟიმის ავტორიტეტის მსხრევის, ნგრევის, მინიმუმ დასუსტების კვალობაზე მოლოდინი იმისა, რომ მადამი ლოიალობის ხარისხი თავად სისტემის შიგნით მოიკლებდა, როგორც მინიმუმ საფრთხის, რეალური საფრთხის გათვალისწინებით, მოთანამშრომლეთა რაოდენობაც წესით უნდა გაზრდილიყო, ლოგიკა კარნახობს ამას. ანუ ეს კომპლექსური შეტევა დავარქვათ ასე, შეიძლება იყოს ამოცანა ამისთვის მზადებაც ალბათ და ტრამპის ეს მოქმედებებიც, რომლებიც აი თითქოს რაღაც სამადლობელიც გამოხატა, აი მისთვის დამახასიათებელი აი ამ ბუნდოვანების შემქმნელი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც მსგავსი ხდება. აი გრემი ჩავიდა სენატორი სულ რამდენიმე წუთის წინ ისრაელში, დაწერა რომ ის იწყებს მოლაპარაკებებს ისრაელის ხელისუფლების პირველ პირებთან. ზოგადად პოლიტიკური წნეხიც გაიზრდება და როგორც ჩანს სამხედრო ყოფნის ხარისხიც აქეთკენ მიემართება, რომ რაღაცა ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით ნამდვილად მოხდება. ბოლოს როგორც შეგვიძლია შევაჯამოთ, რამდენად პერსპექტიულად უყურებთ თავად მათ შორის რეზა ფეხლების მონაწილეობით ამდაგვარი ასე ვთქვათ ოპერაცია დავარქვა თუ რა შეიძლება უწოდოთ ამას განხორციელებას. ეხლა ცოტა უცნაურია ჩემი მხრიდან ირანის შახის ან მომავალი შახის მხარდაჭერა, მაგრამ რეალურად იმ გლობალური დაპირისპირების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ირანში რეჟიმის დამხრობა, არ უთხრა მანდამანის დასავლური ხელისუფლების მოსვლა, ნიშნავს, რომ შანსი ინდოეთისთვის, შანსი ზოგადად არაბებისთვის, შანსი ამ რეგიონისთვის, რომ ჩინეთი იქცეს არა ექსკლუზიურად ერთადერთ სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის მქონე ძალად აზიაში, არამედ მის თანაბარი გახდეს ირანიც, ინდოეთიც, რომელიც ძალიან მზარდი ეკონომიკებია და იმ შემთხვევაში თუ ირანის ნავთობი და შორის საუდის არაბეთიც გადავა არა ნავთობის სტაბილურ მაღალ ფასების პოლიტიკას დაანებებენ თავს და გადავლენ მოცულობით პოლიტიკას, სადაც ნავთობი კი არ იქნება მიზანი ბიზნესის და ეკონომიკის, არამედ ნავთობზე დაყრდნობით. რასაც ცდილობს არაბეთი ხო პოსტნავთობის ეკონომიკაზე გადაიყვანოს, თუნდაც საუდის არაბეთი ხა ძალიან დიდი მცდელობა ხო? ეს მნიშვნელოვანი იქნება და წარმოიდგინეთ რამხელა პოტენციური საინვესტიციო სივრცე თავისუფლდება აქ თუ არ იქნება რაღაც რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი რეჟიმების სათარეშო. ეს ბატონ გიორგი კავკასიის რეგიონზე, საქართველოზე და მათ შორის უპირველეს ყოვლისა რუსეთის და პუტინის პოზიციებზე.
ცალსახად ეხლა ჩვენ ხო აგრ ტრიპიც ხო იგივე ზანგეზურის დერეფანშიც ის რომ 70%-ზე მეტი ამერიკას გადაეცა, ეს არის გონივრული ნაბიჯი და ეს ნიშნავს ის პოლიტიკა, რომელიც ჯერ მართალია ჩანასახშია, მაგრამ შეუქცევადად მიდის, ეს არ არის ტრამპის ახირება, ხო? ტრამპის უკან დგას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ სტრატეგიებს წერენ და პროექტებად აქცევენ, ნიშნავს კავკასია, შუა აზია, ხო, რომელიც აბსოლუტურად ჩაეხსნება ეგრეთ წოდებულ ჩრდილოეთ დერეფანს და აგერ თვითკმარ სამხრეთ ეკონომიკურ სარტყელში იქცევიან იმ მონაწილე სახელმწიფოებად, რომელსაც ყველას თავისი როლი და ადგილი აქვს. და მე ამ პერსპექტივით უყურებ ზუსტად ხო ირანის განთავისუფლება ნიშნავს საქართველოს დიქტატურიდან განთავისუფლების დაჩქარებასაც, იმიტომ რომ ეხა გლობალურ ომის პირობებში ვერც ერთი ერი ვერ მოახერხებს დამოუკიდებლად დიქტატურისგან თავისთავად გააინთავისუფლოს. მას აუცილებლად ჭირდება გარკვეული სამხედრო ბლოკის დახმარება, რომლის პოტენციურ წევრადაც ის თავს მოიაზრებს და საქართველოს რომელ ბლოკის პოტენციურ წევრად მოიაზრებს თავს და ისი პოტენციალი გააჩნია, ჩვენ კარგად ვიცით და ამიტომ ამ ბლოკის წარმატება ამ რეგიონში იქნება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.